როგორც წესი მიყვარს სტრატეგიების და გეგმების გუნდურად კეთება. ერთი მეტი იდეა მოდის, B ანუ 2 გაცნობა აღარ მჭირდება, მე ჩართულობა არის უკვე და ეგრეთ წოდებული ownership-ი არის მაგ გეგმაზე და შესაბამისად აღარ გიწევს მე უიواشა ძახილით რაღაცა გეგმის მიცემა და წინაზე ვისაუბრეთ იმის წინაზე გულზადე მოყევი რა მეც ჩემი. არა მე თვითონ კიდე უფრო გაშლა რა, ანუ მარტო იმიტომ მაგალითად არ მქონია სტრატეგიულ შეხვედრაზე ფრონტლაინი არ ჩამირთავს. ანუ რას გულისხმობ, ვიცი, ეგ არ მქონია გამოცდილება, რომ აი მოდი მაგალითად სტრატეგია ან გეგმა გავაკეთოთ, პირობითად როგორ გავზარდოთ შემოსავლები, ან რაღაცა NPS-ი რაღაცა და შეხვედრაზე მარტო გაყიდვების ჰედი და კომერციული ჰედი კი არ ყავდეს და ვიღაცა ეგზეკუტივის აღმასრულებები, არამედ აი რავი ფრონტლაინიდან მოკიდეთ თანაშრომს და ვინც პირდაპირ ესაუბრება ის დასვი რა და იმსჯელეთ რა მაგ სტრატეგიაზე. ეგ არ მქონია გამოცდილება. მე რასაც ყვებოდი ის სტატია მაგას იძახთა რომ კიდე უფრო გაშალეო რა. ანუ გამოდით აღმასრულებელი გუნდიდანო და იმინა ფრონტლაინებით და middle management-ი შემოიყვანე სტრატეგიის და გეგმის კეთებაშიო. ეგ არ გამიკეთებია ესე პერსე. ერთხელ არის მარტო რომ პროსა მე არ ვიყავ იმ workshop-ზე. და ბრენდის სტრატეგიის კეთების დროს მთელი გუნდი წავიდა მარკეტინგის და ყველა იყო და საოცარი გეგმით მოვიდა, ანუ ყველა იყო ჩართული. და ვაფშე ownership-ის საჭიროება საერთოდ აღარ იყო. საერთოდ. და მაგარია ეგ რა.